Biden სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 12 საათზე გადმოიყვანეს, თუმცა ამის მიუხედავად ჯერჯერობით არ დაწყებულა არც ერთი აქტივისტის სასამართლო პროცესი. უკვე ცნობილია, რომ გადანაწილდა ეს საქმეები, 7 სამოქალაქო აქტივისტის საქმე უნდა განიხილოს მოსამართლე ცეკვავამ, 3 აქტივისტის კი მოსამართლე კაპანაძემ. სავარაუდოდ წუთი-წუთზე დაიწყება ეს სასამართლო პროცესები, ამავდროულად საქმის მასალები, როდესაც გადაეცათ უფლებადამცველებს, მაგალითად მარიამ მეყანწიშვილის საქმეზე ცნობილი გახდა, რომ ორ ნაწილად აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოება დაწყებული. ეს არის წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა, მეორე საქმე კი არის წვრილმანი ხულიგნობა. მარიამ მეყანწიშვილს ყავს 12 წელს მიუღწეველი შვილი, შესაბამისად საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო. სასამართლოში არიან ახლა სამოქალაქო აქტივისტები, ის ახალგაზრდები, ვინც ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოსთან. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი არის დაშინების მცდელობა და ამავდროულად ამბობენ, რომ რეგიონებში ახალგაზრდების გადაყვანა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ აქტივისტებს მხარდაჭერა ვერ გამოეცხადებინათ იზოლატორში მყოფი თანამოაზრეებისთვის და ასევე ვერ დაეკმაყოფილებინათ მათი პირველადი საჭიროებები. მოდის პოლიციის თანამშრომელი პირადობას არწმევს თორნიკე თოშკუას და მე ყველანაირი არ ვიცი ან ახსნის ან მუხლის არ უთქვიათ ან რაღაცა წინაპირობა რის გამო აკავებენ ამ ადამიანს პირდაპირ მოკიდეს ხელე წაიყვანეს თორნიკე დაემორჩილა ნაწილაკობა არ გაუწევია და იქ ვინც ვიყავით მაგის მერე უკვე მაგ საღამოს 3 კაცი დააკავეს ერთი მედავრჩი გარეთ სანდროც ლაშას და ვასოც ეხა არიან პატიმრობაში და ველოდებით სასამართლოს ხო ანუ ესეც კიდე ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე რომ აი კადრები რო ვრცელდება ხოლმე გინ ბელარუსიაში გინ რუსეთში ადამიანებს ბანერის გამო უბრალოდ დგომის გამო რო აკავებენ, ეგეთ ქვეყანა გავხდით ეხა ჩვენც. ეს დაკავებები უკავშირდება რეპრესიების ჩვეულ ტალღას, ჩვეულ სტილს. აქციის მონაწილეებზე რეპრესიები ეს ახალი არ არის, ესეც მორიგი აქტია de facto ხელისუფლების მხრიდან, არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. ივანიშვილი არ არის თანამდებობის პირი და 73 მუხლი რანაირად არის გამოყენებული, არც საჯარო, თქვათ, პოლიტიკური ფიგურაა და არც არაფერი და არ ვიცი, სასამართლოში გამოჩნდება, მოკლედ პროცესზე გამოჩნდება. რეგიონებში გადაყვანის შესახებ ვიტყვი იმას, რომ ესეც სტანდარტულად დანერგილი გზა არის მათი, რომ გაჭირდეს ჩვენი თანამებრძოლებისთვის რაღაც პირადნითების და საკვების მიწოდება გართულდეს და გავწვალდეთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიწვალოთ. სავარაუდოდ 10-ვე პირის საქმეს ცალ-ცალკე განიხილავენ სხვადასხვა მოსამართლეები, სწორედ ამ წუთებში ხდება ცნობილი, რომ მოსამართლე კაპანაძემ გახსნა ვასობერიძის სასამართლო სხდომა. დღეს მთელი დღის განმავლობაში 10 აქტივისტის საქმე უნდა განიხილოს ორმა მოსამართლემ და ცნობილი გახდება მათ სუფთა ფურცლის ხელშიჭერის გამო. გაუშვებენ რამდენიმე დღე ამ პატიმრობაში თუ გამოყენებული იქნება ფულადი სანქცია. ამავდროულად სეხნიაშვილის უფლებადამცველმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას და მოითხოვს პოლიციის მაღალჩინოსნის გამოკითხვას იმ მაღალჩინოსნის, ვინც მისი განმარტებით სეხნიაშვილს სახეში ხელი გაარტყა.